უნდა ითქვას ის, რომ პაატა ბურჭულაძის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი მორჩა და ჩაიარა ამ სამწუხაროდ არც თუ ისე წარმატებულმა ეპიზოდმა ქართული ხალხის ბრძოლისა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იზოლირებულია, ინფორმაციულ ვაკუუმში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მას კომუნიკაციის საშუალება არ აქვს არავისთან, მათ შორის ადვოკატებთანაც, მე მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მას წერილის მიცემა ადვოკატისთვისაც არ შეუძლია ჩვენ. მხოლოდ სიტყვიერად გაბარებთ რისი თქმაც სულს, ხო? მხოლოდ აზრთა გასვლა გამოსვლა შეგვიძლია და ისიც თუ გვინდა რომ კონფიდენციალური იყოს, იძულებული ვართ რომ ყულში უჩურჩულოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ გქონია პრეცედენტი სხვა პოლიტიკურ პატრონებთანაც, როცა ადვოკატთან შეხვედრის შინაარსი გამხდარა ცნობილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. Ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ანუ ისმინება ყველაფერი, რაც გეუბნება თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ. რასაკროლია, როგორც მინიმუმ ამის მიმართ ძალიან დიდი ეჭვები არსებობს და ამ პირობებში ნებისმიერი ადამიანის განცხადება, მით უმეტეს ისეთი ფიგურის, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბუნებრივია ძალიან გულდასაწყვეტია, მით უმეტეს იმ პრეპოზიციაში, როცა მან ძალიან კარგად იცის, რომ პასუხის გაცემა ჯეროვანი ამ ნახევრად ბრალდებები, ხო ალბათ სრულად ბრალდებასაც ვერ დავარქმევ, არის შეუძლებელი და როგორც მინიმუმ პაატა ბურჭულაძემ ზუსტად იცის, რომ ამ ბრძოლაში ქართულ ხალხთან ერთად რჩება, ის იქნება ციხეში თუ იქნება თავისუფალი, იგი საქართველოს დემოკრატიული, თქვათ, წესწყობილებისთვის, საქართველოში ცივილიზებული წესწყობილების დამკვიდრებისთვის აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, ისე რომ მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე და მე მგონი მისი ხანგრძლივი დუმილი ამისი ნათელი მკაფიო მაგალითია და დადასტურებაა, რომ ამგვარ წაკბენებს არ გასცეს ხოლმე პასუხი. წაკბენა იყო ეს, მე არ ვთვლი რომ ეს იყო წაკბენა, ეს იყო მეხუთე პრეზიდენტის შეფასება. მოდით გავიხსენოთ რა თქვა მან, რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კონტენტს დიდი ხნის წინ მომზადებული, რომელიც ეფუძნება უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. მოკლედ, რუსული სპეცოპერაცია. მე მგონი ჩვენ საუბრობთ მეხუთე პრეზიდენტზე, პოლიტიკოსზე, ძალიან გამოცდილზე, რომელმაც ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს. ანუ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მსოფლიობანი გაბრაზდა სალომე ზურაბიშვილს. მოდით ესე ვთქვათ, თინგა. მე პირველ რიგში უნდა ვიტყვას, რომ მე ბატონი პაატას ნაცვლად ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ, თუმცა ხო, მაგრამ თქვენ გესაუბრებათ, ერთადერთი ხართ ვისაც ესაუბრებთ. ამ განცხადებით თინგა ხალხმა სალომემ ბუნდოვანი დატოვა საკუთარი განცხადების შინაარსი, რას გულისხმობდა ის რუსულ სპეცოპერაციაში. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩვენ 2012 წლიდან ვცხოვრობთ რუსულ სპეცოპერაციაში, შეიძლება ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყოს ქალბატონის სალომესთვის, იმიტომ რომ 2012 წლიდან პერიოდი მოიცავს მის პოლიტიკაში მოღვაწეობასაც, თუმცა ის რომ ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში ვცხოვრობთ და მათ შორის 4 ოქტომბერსაც რუსული სპეცოპერაციის გარკვეული ფრაგმენტები და რუსულ სპეცოპერაციაში დასაქმებული პირები პირველ რიგში ხელისუფლება ცხადია აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მათ შორის იმ მიზნით რომ რამენერად ხელი შეეშალათ ქართული ხალხის ნების აღსრულებისთვის, ეს ცხადია და თუ ამას გულისხმობდა ქალბატონი სალომე, ყველაფერი ამ შემთხვევაში წესრიგშია. თუმცა თუ კი ის ამ ბუნდოვან განცხადებაში და ამ განცხადების პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ის ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს, თუ კი ამ განცხადებაში ის გულისხმობდა, რომ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავისუფლება და უფრო მეტსაც გეტყვით, მე შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს ემუქრება ძალიან ხანგრძლივი სასჯელი ამ რეჟიმის პირობებში და თუ კი ვინმეს მიაჩნია, მათ შორის ქალბატონ სალომეს, რომ ამგვარი თავგანწირვა შესაძლებელია მოხდეს, არ ვიცი, დაკვეთით ან ნებისმიერი ფასის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე უბრალოდ, ხო? ანუ გაბრაზებულია პაატა ბურჭულაძე, რატომ გადაწყვიტა, რომ თქვენ გაგევრცელებინათ ეს წერილი? აქამდე ის დუმს, აქამდე მას არანაირი წერილი არ გაურცელებინებია თქვენთვის და ეხლა ჩათვალა საჭირო. მე ამ ნაწილზეც ანუ ის გაბრაზდა სალომე ზურაბიშვილზე. დუმზე, თუმცა ბუნებრივია პაატა ადამიანია, ხო, როცა ვიღაცა ეუბნება ან ნახულობს ტელევიზორში, რომ ვიღაცა მის შესაძლო რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ცხადია მას ამის შესაბამისი ადეკვატური სრულად ემოციები აქვს. სალომე ზურაბიშვილამდე ნიკა გვარამიამ თქვა, რუსული არ უთქვამს, მაგრამ ორივე სპეცოპერაცია 4 ოქტომბერი, როგორც ეს დაანონსებული არ შემდგარი მშვიდობიანი დამხობა, ისე არჩევნები. ეს ნიკა გვარამია იყო. ნიკა გვარამიას განცხადების ინტერპრეტაცია ისე, რომ ვინმეს ეჭვი მიეტანა პაატა ბურჭულაძის კეთილსინდისიერებაში იყო შეუძლებელი და მე ეს შინაარსი ვიცი ნიკა გვარამიას განცხადებისა შესაძლოა სხვადასხვა განცხადებაზე ვსაუბრობთ, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ეს საკითხი დატოვა ღია პრაქტიკულად, თქვა რომ არ ვიცით ვინ იყო მოკლედ და ამასთან მიმართებაში მე არ ვიცი ნებისმიერ ადამიანს ვისაც შეიძლება რომ ამ კეთილსინდისიერებაში ამ ადამიანების მარტო
პატასაც არ ეხება საქმე, ხო? ეჭვი შეეპაროს. მე ვურჩევდი რომ 1 წლით მაინც გაისეირნოს საპრობილეში, არა 12 წლით, როგორც ემუქრებათ ამ ადამიანებთან უმეტესობას ზოგიერთ თქვენ იცით რომ 15 წლამდე ბრალი აქვს, ხო? აი ბოლო მოგონილი საქმის ფარგლებში პოლიტიკატემრებს და მერე უკვე თუ ეყოფა ცინდესი ისაუბრონ იმაზე რომ ეს ადამიანები არიან, ვთქვათ, მოქმედებენ ვინმეს დაკვეთით რაიმე სხვა ღირებულებისთვის გარდა სამშობლოს სიყვარულისა თუ რაღაც შესაძლებელია რა სხვა შოთა, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი არა, პრინციპში ეს ფაქტია, რომ ამ ადამიანებს 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს ეხლა ჩვენ საუბრობთ კონკრეტულად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პაატა ბურჭულაძეზე, ამ წუთამდე არ აქვს საშუალება რაიმე ახსნა განმარტება გააკეთონ. ჩვენ არ მოგვისმენია ასეთი ქუხილით, მქუხარედ დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის აი იმ ფინალი დასრულების შემდეგ რაც ვნახეთ, ჩავარდნილი გეგმის შესახებ, რაიმე განმარტება, რაიმე ახსნა თქვენთან თუ ქონდა მას ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს შეზღუდულობა თავისთავად უფრო დიდ ბუნდოვანებას აჩენს, ხო? ცხადია, წერილის გამოგზავნა მას არ შეუძლია, თუნდაც თქვენი მეშვეობით, მაგრამ აი რაღაც თუ აგიხსნათ თქვენ რა მოხდაო დღეს მაგალითად მისმა შვილმა შუქრი ბურჭულაძემ TV პირველის ეთერში ჩართვისას თქვა, რომ მისი ინფორმაციით გედედეს მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ ამ მხარეს. ხო, მე პირველ რიგში ვისურვებდი რომ თქვათ რეჟიმს მოეხსნა ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებული აქვს პაატას, იმიტომ რომ მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე უკეთესი სპიკერები იქნებიან პოლიტიკურ ნაწილში, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ და ეს კითხვა. რა თქმა უნდა, ხდები, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ მე აქ ვარ და წარმოვადგენ თქვათ სამართლებრივ ნაწილს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმისა, უნდა ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რაც ბევრს ხედლობიდან გამორჩა, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკულ პროცესებზე და სამწუხაროდ მაინც აქვთ ხოლმე ეს ყოველთვის მოთხოვნილება და მე მესმის ეს ბუნებრივი მოთხოვნილება, როცა ინტერესი არსებობს ასეთი ამბის მიმართ. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ პაატა ბურჭულაძე და ყველა სხვა ბრალდებული არიან ბრალდებულები სისხლის სამართლის საქმეში და ჩვენ პრაქტიკულად თხოვთ ამ ადამიანებს და ვინც ამ კითხვებს ვამს და წერილს ითხოვს დაჟინებით და დაასახელოს მოღალატე და ასე შემდეგ, ისინი პრაქტიკაში ფაქტობრივად ითხოვენ იმას, რომ პაატა ბურჭულაძემ დაწეროს ჩვენება და უბრალოდ სუსის გამომძიებელს კი არ მისცეს უბრალოდ საზოგადოებას ტელევიზორში გამოაქვეყნოს, რა შეიძლება გააკეთოს, როგორ შეიძლება ბრალდებულმა მოყვეს და თქვათ ნათელი მოფინოს იმ ყველაფერს, ყველა ეპიზოდს, რაშიც ბრალი ედება, ეს ერთი და მეორე, ამისი мотивация შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, დაწყებული სხვა ადამიანების უსაფრთხოებით, დამთავრებული იმით, რომ არც არაფერი არ იყოს რეალურად მოსაყოლი და ჩვენ ვნახავთ ამას აუცილებლად, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ პაატასაც და სხვებსაც ექნებათ საშუალება ობიექტური, რომ ბევრ კითხვას გასცენ პასუხი, თუ რამე კითხვა არსებობს უპასუხო, რომელზე პასუხის გაცემაც მათ შეუძლიათ და მე ვფიქრობ, ასეთი კითხვებიც იქნება, ისინი ამაზე ისაუბრებენ, თუმცა ამ ეტაპზე აქტიური გამოძიების ფარგლებში, როცა თქვენ ხედავთ, რომ რეჟიმის მსახურები დადიან სახლებში და ადამიანებს იჭერენ და 15 წლიან ბრალს უყენებენ იმისთვის, რომ რატომ გააკრიტიკეს ხელისუფლება უცხოელებთან, ხო? ასეთ პირობებში მოვთხოვოთ ადამიანს თუნდაც ელემენტარული საბაზისო ინფორმაცია მიაწოდოს იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ბრალადა აქვს მას შერაცხული დღევანდელი პროკურატურის პირობებში, ბუნებრივია ეს არ იქნება. ანუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, საერთოდ არაფერი განმარტება, არანაირი ახსნა არ მოხდება იმის თაობაზე, თუ რა იგეგმებოდა და მე როგორ განვითარდა პროცესები 4 ოქტომბერს, ეხლა თქვენი ნათქვამის მოკლე შინაარსი რაც გავიგე მანამ სანამ ბრალდებულების საუბარს შეუძლია მათი და სხვა ადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების შელახვა, რა თქმა უნდა, ისინი არაპირებენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და რაღაცა სხვა ადამიანები. ანუ არც სასამართლო პროცესზე ჩვენ არ გვექნება იმის საშუალება მოვისმინოთ განმარტება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, სწორად ბუნებრივია გვექნება იმ ფორმით, რა ფორმაც არ დააზიანებს, ეს შეიძლება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს, შეიძლება პასუხიც არ იყოს ყოველთვის დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ რატომღაც მოლოდინი არც ხელოვნურად იქნება ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება ბუნებრივი ინტერესი არსებობს რომ არც რაღაცას ვეძებთ რაღაცა კონსპირაციულ თეორიას არა არ ვეძებთ უბრალოდ განმარტებები სჭირდებათ ადამიანებს ამ კითხვას მე მხოლოდ ხომ განმარტება ხომ ძალიან მარტივია ჩვენ ყველამ დავინახეთ რა მოხდა ხო ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო ქართველი ხალხის და მე შეგახსენებთ რომ 4 ოქტომბერს ეს მნიშვნელოვანი გარემოება რაც არ მინდა რომ ხედლობიდან გამომრჩეს რომ 4 ოქტომბერს თბილისში შეკრებილი იყო არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობა არამედ მთელი საქართველოდან ყველა სოფლიდან ჩამოსული ადამიანები
ადამიანების ჯგუფები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებისგან განსხვავებით უბრალოდ პაატა ბურჭულაძე აღმოჩნდა სცენაზე და სამწუხაროდ სცენაზე უბრალოდ არ აღმოჩნდა, შოთა ორგანიზატორი იყო, რომელიც აკეთებდა განცხადებებს, რომ გარდაუვალი იყო მშვიდობიანი დამხობა. რა თქმა უნდა, ის რომ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და გარკვეული პროგრესისთვის, თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში, ამას პაატა ბურჭულაძე კი არა, ყველა ამბობთ, მეც ვამბობ ამას, ხო? და მეორეც პაატა ბურჭულაძე როცა ამბობთ, ორგანიზატორი იყო, პაატა ბურჭულაძე შეიძლება უფრო მეტი წილი ქონდა ორგანიზებისა აქციის ნაწილში, ესე არის და ამის მიღმა მისი როლი რა იყო? ამ დრომდე ბუნებრივი არის, უფრო მეტსაც გეტყვით სახელმწიფო საფრთხეების სამსახური, რასაც ამტკიცებს სწორედ ამას, რომ პაატა ბურჭულაძემ აქცია კი არა დააორგანიზა. პაატა ბურჭულაძემ დააორგანიზა ძალადობრივი ცვლილებები ხელისუფლებისო. რისი არც ერთი მტკიცებულებაც არ არის, უბრალოდ ეს იმდენად ხშირად გაიმეორეს და პაატა ბურჭულაძესგან, ზოდელავასგან, მანჯგალაძესგან იმდენად უნდათ, რა ვიცი, კიტოვანის და სიგუას იმიჯის შექმნა, რომ რაღაცა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რაღაცა ეტაპზე, იმიტომ რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც ციხეში არის, მე ხა პირადი ნაცნობა არ მაკავშირებს, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ გახდება ვერასდროს კიტოვანი და მით უმეტეს ასევე შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძე იქ შვილიშვილთან ერთად იყო, შვილიშვილთან ერთად იყო მისული ბავშვი. კი, რა თქმა უნდა, ბავშვთან ერთად იყო, შვილიშვილთან ერთად იყო და გასაგებია. როცა ორგანიზებაზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვიჯოთ ერთმანეთისგან, ორგანიზება ბუნებრივია, ის რომ მშვიდობიანი აქცია უნდა გაიმართოს და ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი შეექმნას. მშვიდობიანი გზით ცხადია ეს ბატონი პაატას ორგანიზებულიც იყო და ყველა ადამიანი ვინც იქ იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ეს ცნობილი ის არის. ეს ცნობილი ბუზია, რომელიც ვერ მოვაშთეთ. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, კითხვებზე პასუხს მოვისმენ თუ არა, მოვისმენთ აუცილებლად ყველა კითხვაზე პასუხს. პაატა ბურჭულაძეს არც ერთი თავისი განცდა, არც ერთი თავისი ემოცია არ აქვს, არც ერთი თავისი განზრახვა არ აქვს დასამალი და ყველა მათგანზე მას საჯაროდ აქვს ნასაუბრები დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც დარწმუნებული ვარ, როგორც კი საშუალება ექნება, ამასვე გააგრძელებს, მას დასამალი არავითარი არ აქვს. მაგრამ არ აპირებს არავის დასახელებას, როგორც მე მივხვდი. აი მაგალითად ვისგან ქონდა მას ინფორმაცია, რომ გეგედეს თანამშრომლები ან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები გადმოვიდოდნენ აქეთ მხარეს, ამაზე პაატა საუბრობდა პირდაპირ ეთერებში, მათ შორის ჩემ სტუდიაში. ხო, ანუ ამ კონკრეტულ ადამიანებს ის არ ახსენებს სახელებს და საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სახელმწიფო საფრთხეების თანამშრომლები ყოველ შემთხვევაში მათი კეთილსინდისიერი ნაწილი ქართულ ხალხზე არ აწევდა ხელს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა. ამის იმედი. მაგრამ ვისგან ქონდა ინფორმაცია, ამის თქმას არ აპირებს. ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ მანამ სანამ პაატას თქვათ ჩვენება შესაძლებელია, ან პაატას აზრები, ან პაატას მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისევ თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ და შეიძლება დააზიანოს თავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ხელი შეუწყოს რეჟიმის გამყარებას, ცხადია მიმართულებით პაატა არ აპირებს, რომ ვინმეს პრობლემა შეუქმნას. ამაში აუცილებლად ის კი არ იგულისხმება, რომ ვიღაცა გადადეს თანამშრომლის სახელი და ასახელოს, უფრო მეტსაც გეტყვით, პაატა ბურჭულაძემ რომ თქვას, რომ შოთა თუთფერიძეს დავურეკე წინა დღით და ველაპარაკე აქციაზე, შეიძლება ეს ჩემი წინააღმდეგ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. ამიტომ ბუნებრივია ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილად ვართ. მე მინდა რომ ყველა ადამიანმა, ვისაც ეს მოთხოვნილება და ინტერესი აქვს, წარმოიდგინოს პირიქითა სურათი, როცა პაატა ბურჭულაძემ რაღაცა თქვა, საჯაროდ რაღაცა განაცხადა და ამის საფუძველზე დაიწყოს ეს ხელსამართლებელი დევნა. აი, მოდით ერთ კითხვას დაგისვამთ, ამ საქმეს ადევს გრიფსაიდუმლო, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა 8 დეკემბრისთვის ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, მიეცემა თუ არა მას რაიმეს თქმის საშუალება. თუ გრიფსაიდუმლო ადევს, როგორი არის მაშინ თქვენი, როგორ ძალიან კვალიფიციური ადვოკატის მოლოდინი, ვინც გადასარევად იცის რა რეალობაში გიწევთ თქვენ ადვოკატებს მუშაობა, რა რეალობაა სასამართლოში და ზოგადად სახელმწიფოში. საერთოდ გაქვთ მოლოდინი, რომ 8 დეკემბრის სასამართლოზე ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება მოусმინონ პაატას, საერთოდ მისცემენ მას სიტყვას ისევ იმიტომ, რომ გრიფსაიდუმლოს თემას შემოვიტანდი, ან 8 დეკემბრის შემდეგ მოეხსნებათ ეს შეზღუდვა, რომ აღარ იყვნენ სრულ იზოლაციაში და კონტაქტი არ ჰქონდეთ გარესამყაროსთან. საიდუმლოს გრიფი ამ საქმეში არის სრული სისულელე, სრული აბსურდი. ჩვენი მხრიდან და საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს საქმე საიდუმლოა და საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია და სრული საქმის მასალები მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენ ამაზე ახლაც არ ვართ თანახმები და პირიქით გვინდა, რომ ყველა მასალა სისხლის სამართლის საქმეზე იყოს საჯარო და ხო, დაისწორეთ პროკურატურა ახსენეთ და ვინც დაადო ეს საიდუმლო. ვინაიდან ხელისუფლებას ჭირდება კიდევ ერთხელ ბუას შექმნა, საფრთხის შექმნა, არარსებული საფრთხის შექმნა და არარსებული სიუჟეტების მოფიქრება, მე საკუთარი პროპაგანდისტული მედიებით ფრაგმენტულად გასავრცელებლად, ამიტომ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ
რომ ეს გრიფი ამ საქმეზე მოიხსნება, არც იმის სიმოლოდინი არ მაქვს, რომ ბრალდებულებისთვის დაწესებული პოლიტიკური ტყვეებისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვა მოიხსნება, იმიტომ რომ ერთადერთი აქტორი მთელ ამ პროცესში, ერთადერთი რეჟისორი მთელი ამ პროცესისა არის დღევანდელი რეჟიმი, რომლის ერთადერთი ინტერესიც არის, რომ საკუთარ ჯერ კიდევ დარჩენილ მცირე ელექტორატზე, იმ ელექტორატის ნარჩენებზე, რომელიც მას ოდესღაც გააჩნდა, ჰქონდეს ზემოქმედების ბერკეტი და ეს ზემოქმედების ბერკეტი არის ხელოვნურად შექმნილი საფრთხე, მტრის ხატი, რომელიც ყოველთვის ჭირდება ხოლმე ყველა დიქტატურას. რუსეთში ასეთი მტრის ხატი არის დასავლეთი და უკრაინა, ჩვენთან ასეთი არის დასავლეთი უკვე სამწუხაროდ დღესდღეობით და შიდა ძალები, რომლებიც თითქოს რაღაც იმპერიალიზმს ემსახურებიან. ამიტომ ამ საქმეზე ესეთი მისტიკური დამოკიდებულება გაგრძელდება. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და იმ ადამიანებმა, ვისთვისაც მთავარი არ არის ქართული ცნობის ნარატივი და მთავარია ჭეშმარიტება, შეუძლიათ ობიექტურ ინდიკატორებს შეხედონ ვინ ასაიდუმლოებს საქმეს, შეხედონ ვინ ეწინააღმდეგება კომუნიკაციას, მათ შორის შეხედონ ვინ ეწინააღმდეგება იმას, რომ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები გამოვიდნენ და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ და ამ ყველა ინდიკატორის გაანალიზების შემდეგ მე ვფიქრობ ძალიან მარტივი არის იმისი თქმა თუ ვის აქვს დასამალი და ვის უნდა საუბრის განხილვა. შოთა, გასაგებია რომ ესე ღიადაც ვერ საუბრობ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან, გასაგებია რომ იქაც გისმენენ და როგორც თქვენ ბრძანეთ ხანდახან ყურში ჩურჩული ხდება საჭირო პატიმრისა და ადვოკატის ერთმანეთისთვის სათქმელი რომ გასაგები იყოს, მაგრამ არ ვიცი გვეტყვით თუ არა, საერთოდ ქონდა თუ არა თქვენ აი ამ პერიოდის განმავლობაში 4 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, ამ წუთამდე საუბარი პაატა ბურჭულაძესთან, როგორც 4 ოქტომბრის მთავარ ორგანიზატორთან, რა მოხდა იმ დღეს? რატომ ჩავარდა 4 ოქტომბერი? აი რა გეგმა გქონდაო, ვინმე მააყირავა, რა აყირავა ეს გეგმა? აი რაღაც ამ დეტალებზე, ან უბრალოდ ზოგადად საუბარი თუ გქონდა თქვენ? ბუნებრივია საუბარი მქონდა მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პატიმარ პაატა ბურჭულაძესთან. გეგმა იყო ის, რაც საჯაროდ იყო წინასწარ გაცხადებული, გეგმა იყო ის, რომ ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ეს გეგმა დღესაც არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გეგმას აღასრულებს აუცილებლად. დიქტატურა არასდროს არ გაგრძელებულა რაღაცა დაუსრულებლად. დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება კონკრეტულ რაღაცა ფუნქციებს რაც შეეხება არავითარი რაღაცა რაიმე ტიპის ის რასაც ქართული ოცნება ეძებს და ის რისი ასე ვთქვათ ინტერესიც საზოგადოების ნაწილში გაღვივებულია, არ ვიცი რაღაცა ერთგვარი სამხედრო გეგმა, ფუნქციები განადანაწილებული, ასეთი მსგავსი შესახებ მე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, არ მგონია რომ ეს იყო საჭირო. თქვენ მოგეხსენებათ საქართველოში მით უმეტეს ესეთი ავტორიტარიზმის პირობებში, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის პრინციპში შეუძლებელი ამოცანა, რომ ესეთი რამე არსებობდეს ისე რომ ვთქვათ ძალიან ადრეულ ეტაპზე არ იყოს გასაჯაროებული და გამჟღავნებული. ამიტომ გეგმა არის ის, რაც იყო და რაში პაატა ბურჭულაძე მონაწილეობდა, როგორც დემონსტრანტი, როგორც აქციის მონაწილე. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს რაღაცა აქციის ორგანიზატორობით არ დაუწყია თავისი პოლიტიკური ბრძოლა. თუმცა პაატა იყო მთავარი ინიციატორი 4 ოქტომბრის, როცა ის იხმობდა ადამიანებს. 4 ოქტომბრამდე პაატას მე ვფიქრობ საქართველოში ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს თანხობრივად. კი ბატონო, რეკორდსმენი არის ნამდვილად უდავო რეკორდსმენი რა მიმართულებით. ამიტომ პაატა ბურჭულაძე არის აქტივისტი, რომელსაც ვითხოვდით თავად აქციის მონაწილეები, რომ ვთქვათ რაღაცა ტიპის, რა ვიცი, გამომსვლელი ყოფილიყო სცენაზე, რაღაცა ტიპის პოლიტიკური ნაბიჯები გადაგვედგა და უბრალოდ ქუჩაში არ უნდა გარიყავით, რასაც პაატა ბურჭულაძემ ვთქვათ ხორცი შეასხა. სამწუხაროა, რომ ბრძოლის ეს ეპიზოდი დამთავრდა წარუმატებლად, თუმცა პაატაც დარწმუნებულია და მე როგორც მოქალაქე და დემონსტრანტი ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო წლების წინ რეჟიმის და დიქტატურის წინააღმდეგ და რომლის ერთ-ერთი მსხვერპლიც არის პაატა ბურჭულაძე, აუცილებლად გამარჯვება ელის წინ, უბრალოდ თავარია რომ ეს სასოწარკვეთა ეჭვები რაღაცა ცრუ ვითომ სკანდალური ინფორმაციები, რომელსაც ქართული ცნობის მომხრეები აჟღერებენ ხოლმე, არ დავიჯეროთ, ამას არ უნდა წამოვეგოთ და მე ზუსტად ვიცი ჟანრის კანონი არის უბრალოდ რომ ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. დიდი მადლობა, მადლობა შოთა, მადლობა, ხომ არ დაგაბარათ რამე კიდევ სათქმელი, დიდი მოკითხვა დამაბარა ეთერში მოკითხვა დამაბარა ჟურნალისტებთან და ყველას ვეუბნები ხოლმე პირადადაც როცა შევხვდები სახელებით და გვარებით და ასევე დამაბარა ის რითიც დავამთავრე ჩემი გამოსვლა რომ ის იქნება ციხეში თუ ციხის გარეთ აუცილებლად დარჩება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ჯარისკაცად და ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მიზანი იქნეს მიღწეული. ხომ არ მღერის ხოლმე ციხეში? ვერ გეტყვით მაგ ამბავს. მადლობა.